ჰემოფილია ნამდვილად გახლავთ გენეტიკური დაავადება და იშვიათ დაავადებებს მიეკუთვნება. ეს გახლავთ იქ ქრომოსომთან შეჭიდული დაავადება, რომლის დროსაც გამოვლინება ხდება მამაკაცებში, ხოლო გენის მტარებელი და გადამტანი გახლავთ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, ანუ დედა. ძირითადად ავადდებიან ხოლმე ვაჟები, მაგრამ ძალიან იშვიათ შემთხვევაში არის ესეთი შემთხვევები, როდესაც შეიძლება მამრდილოსანიც იყოს დაავადებული ჰემოფილიით. მოგვიანებით ეს უფრო თითზე ჩამოსათვლელი რიცხვი არის ამ პაციენტების. რა ტიპის დაავადება, რას იწვევს ეს დაავადება? ეს დაავადება გახლავთ ძალიან მარტივად რო ვთქვათ, სისხლის შედედების პრობლემა, ჰემოსტაზის პრობლემა, რომელიც ხასიათდება სისხლდენებით და სისხლჩახცევებით, როგორც ვთქვათ, ლორწოვანიდან, ასევე კუნთებში, სახსრებში და ნებისმიერ ორგანოში შეიძლება მოხდეს სისხლჩახცევა. ხოლო თუ იქნება სისხლდენა, ეს სისხლდენა გრძელდება გაცილებით დიდხანს, ვიდრე სხვა არაჰემოფილ ადამიანებში. ეს არის დაავადება, რომელთანაც თანაცხოვრება არის ჩვეულებრივ შესაძლებელი, თუ არის შესაძლებლობა, რომ რაღაც ეტაპამდე განიკურნოს. როგორ ხდება ამ განკურნების პროფილაქტიკაც და მართვა ზოგადად ამ დაავადების? ვინაიდან ეს გახლავთ გენეტიკური დაავადება, ჯერჯერობით განუკურნებელია, თუმცა ძალიან დიდი ნახტომი იქნა გადადგმული ამ თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში და უკვე ჩვენთანაც არის შესაძლებელი, რომ პაციენტები იყვნენ პროფილაქტიკურ მკურნალობაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ აქვს ჩაქცევა თუ არა აქვს ჩაქცევა, მათ შეიძლება გადაისხან ინტრავენურად ეს მედიკამენტი, შესაბამისად აღარ მოუვათ ჩაქცევა და იცხოვრებენ ჩვეულებრივად, როგორც სხვა დანარჩენი ადამიანები. პროფილაქტიკური მკურნალობა დღესდღეობით გახლავთ ის ოქროს სტანდარტი, რომელიც მთელ მსოფლიოში არის მიღებული და იმას გულისხმობს, რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ანუ ექნება თუ არა ჩაქცევა, პროფილაქტიკის მიზნით მან უნდა გაიკეთოს ეს გადასხმა ფაქტორ კონცენტრატით. ზოგადად რა სიმპტომებით ხასიათდება ეს დაავადება, რა ტიპის წუხილები აქვთ პაციენტებს და ვთქვათ, აი რა ასაკში ვლინდება ზოგადად ეს დაავადება? ეს დაავადება ვლინდება დაბადებიდანვე, ხოლო მისი გამოვლინა ანალიზის საფუძველზე ხდება. იცით რა, გენეტიკური რაკი არის, უკვე დაახლოებით იციან ოჯახებმა, როგორ შეიძლება გადავიდეს ეს მემკვიდრეობით. მაგრამ რა თქმა უნდა, კეთდება თავდაპირველად ანალიზი და იმის საფუძველზე მერე უკვე დგებიან ჰემოფილიის ცენტრში აღრიცხვაზე ჩვენი პაციენტები. სიმპტომები გახლავთ სისხლდენები, როგორც აღვნიშნე და ეს სისხლდენები არის იმდენად დამოკიდებული სიმძიმეზე დაავადების, რა სიმძიმე ეს არის და შესაბამისად მძიმე ფორმის შემთხვევაში შეიძლება იყოს სპონტანური სისხლდენები, ანუ ყოველგვარი მიზეზის გარეშე. დიახ, ეს მინდოდა მეკთა პროვოცირებას თუ იწვევს რაიმე. აი მძიმე ფორმის შემთხვევაში შეიძლება იყოს სრულიად უმიზეზოდ სპონტანური სისხლდენა, გაიღვიძოს და კონდეს საშინელი ჰემართროზი, მაგალითად სისხლჩაქცევა სახსარში. ამას ახლავს ძალიან ძლიერი ტკივილები. და აი ხელახალი სისხლჩაქცევის ალბათობა მატულობს, ვინაიდან თქვათ თუ ჩაქცევა მიმდინარეობს სახსარში, ეს ჰემართროზი იწვევს მომდევნო სინოვიც, ანუ სინოვიალური გარსის ანთება და ერთგვარი რაღაც მანკიერი წრე იქნება, იმიტომ რომ თითქოს ერთის მხრივ სინოვიტი იწვევს ხელახალ რისკს, რომ მოხდეს ხელახალი ჩაქცევა და აი რაღაც თითქოს მულად შეიძლება იყოს ვერ გამოვიდეს ადამიანი ამ მდგომარეობიდან. ამიტომ ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული სწორედ ეს პროფილაქტიკური მკურნალობა, გადასხმა, რომ სადღაც გაწყდეს ეს ჯაჭვი, არ ჩამოყალიბდეს ართროპათია, რომელიც საბოლოო, ასე ვთქვათ, სახსრის დაზიანებას იწვევს ჰემოფილური არტროპათია და ეს პაციენტები შემდეგ ხდებიან უკვე ენდოპროტეზირების კანდიდატები, ასე ვთქვათ. ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით, რომ ეს არის გენეტიკური დაავადება, რომელიც მშობლიდან გადაეცემა შვილს. შესაძლებელია, რომ მშობელს ჰქონდეს ეს დაავადება და შვილს არ გადაეცეს? რა შემთხვევაში ხდება, ვთქვათ ეს? დიახ, ანუ როგორც აღვნიშნეთ, გადამტანი არის დედა.
და ავადდება ვაჟი ხოლმე და ამ შემთხვევაში ყველა ჰემოფილ მამაკაც ვაჟები ყავთ ჯამთელები. ხოლო შვილები, გოგონები 50-50 არიან გენის მტარებლები და აი მათ რო ეყოლებათ უკვე შვილები, ვაჟები, იმათში გამოვლინება იქნება 50-50. რამდენად რთულია ეს პრობლემა დღეს საქართველოში? როგორია სტატისტიკა, რამდენი ადამიანია ამ გენეტიკური დაავადებით დაავადებული? მოგახსენებთ, სტატისტიკა დაახლოებით ისეთივეა, როგორც მთელ მსოფლიოში, ანუ გულისხმობს იმას, რომ ადრე იყო 10,000 ადამიანზე ერთი ჰემოფილი პაციენტი, ხოლო დღეს უკვე ამბობენ, რომ 6,000 ადამიანზე, სულ მოსახლეზე ერთი ადამიანი გახლავთ ჰემოფილიით დაავადებული. ჩვენთან ჰემოფილიის ცენტრში აღრიცხვაზე იმყოფება 630-მდე პაციენტი. აქედან არ არის ყველა ჰემოფილი, დაახლოებით 450-მდე გახლავთ ჰემოფილიით დაავადებული, დანარჩენები გახლავთ ასევე ძალიან ახლოს აი ამ სისხლის შედედების პრობლემასთან დაკავშირებული სხვა დაავადების პაციენტები, რომელიც ასევე ჰემოსტაზის დარღვევას უკავშირდება. ზოგადად რამდენად მაღალია ამ დაავადების შესახებ ჩვენს ქვეყანაში ცნობიერება, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ღონისძიებაც იგეგმება ამასთან დაკავშირებით, დარგის ექსპერტები უნდა შეიკრიბონ. თავად მოსახლეობაში, თავად პაციენტებში თუ არის ცნობიერება ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორია მკურნალობის გზები, რა გზას უნდა დააკნენ, რა უნდა გააკეთონ, ვის უნდა მიმართონ და ასე შემდეგ. მადლობა გადაგიხადეთ მოსვლისთანავე ზუსტად მაგიტომ, რომ აი ეს კამპანია მიმართული არის ცნობიერების ამაღლებისთვის ჩვენს მოსახლეობაში და ძალიან დიდი რეზონანსი გამოიყო მოსახლეობაში ასევე და არა მარტო, არამედ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებშიც, რომლებიც უკვე არიან საქმის კურსში და შეიძლება პირდაპირ უკვე გამოაგზავნონ ხოლმე ესეთი ჩივილები და სიმპტომებით მყოფი ადამიანები ჩვენს ცენტრში, სადაც უკვე დადგინდება მათი დიაგნოზი და შემდეგ დადგებიან აღრიცხვაზე და ჩაიტარებენ მომდევნო მკურნალობას. ამასთან დაკავშირებით დაახლოებით 1999 წლიდან ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის ეგიდით ტარდება ხოლმე ეს დღე 17 აპრილს, მაგრამ წელს ვინაიდან 17 აპრილი გახლავთ მძიმე დღეები წინა სააღდგომო დღესასწაულების, გადმოვიტანეთ 12 აპრილს და 12 აპრილს 12 საათზე ჰილტონ გრანდ in თბილისში გაიმართება ღონისძიება ამ დღისადმი მიძღვნილი, რომლის სლოგანი და გახლავთ, რომ პროფილაქტიკური მკურნალობა არის ოქროს სტანდარტი და ცხოვრება სისხლდენის გარეშე, ანუ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სისხლდენა არ ქონდეს ჩვენ პაციენტებს და იყვნენ ჩვეულებრივი ისეთივე წევრები ჩვენი საზოგადოების როგორც სხვა დანარჩენებს, იმიტომ რომ თავის დროზე სანამ არ იყო ეს მედიკამენტები, რომელიც დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯია ის, რომ გვაქვს სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩვენი პაციენტები ღებულობენ ძალიან ძვირად ღირებულ მედიკამენტს, სრულიად უსასყიდლოდ ამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და შეუძლიათ აბსოლუტურად ისევე იცხოვრონ, როგორც სხვა დანარჩენები. როცა ადრე ვთქვათ, აკლდებოდნენ ეს თუ ბავშვების შემთხვევაში იქნებოდა ექსკურსიებს ან ლაშქრობებს, დღეს თავისუფლად შეუძლიათ იცხოვრონ ასეთ სრულფასოვნად.